საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე სამეგრელოსა და კახეთში რამდენიმე პირი დააკავეს. სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია, რომელსაც ბრალი 338 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალაიამ ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა კომპლექსური სასკოლო სკოლის გაერთიანებისთვის სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური. გამოძიების ინფორმაციით მან უკანონო მშენებლობის მფარველობის მიზნით ქრთამის სახით 500 ამერიკული დოლარი აიღო. საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი მალხას ფიცხალაური. მან აკრძალული ხე-ტყის სამასალე მორების დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 400 ლარი აიღო.